Eco Hills-ის პროექტს ისეუტავენ ამ ეტაპზე გუბა სანიკიძე საუბრობდა ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში, სადაც თქვა, რომ თუ ეს პროექტი გაკეთდება და განვითარდება, ამ შემთხვევაში საქართველოში შესაძლოა ისლამიზაცია მოხდეს, თუმცა გვახსოვს, რომ გუბა სანიკიძე წლების წინ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა არაბულ ქვეყნებში და პოზიცია სხვანაირი იყო მისი. ხო, არაფერი, ეს ახლა პირდაპირ სახელმწიფოზე მიდის შეტევა, ჩვენ ვიცით თუ რა ძალები ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარედან მართული პროცესებია ეს ყველაფერი. Რა თქმა უნდა, არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღმშენებლობა ქვეყანაში. Რა თქმა უნდა, ამ ტიპის პროექტები და ამ ტიპის ინვესტიციები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. Რა თქმა უნდა, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც ქართული კომპანიებისთვის, ვინც სამშენებლო სექტორში არის ჩართული. გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ყველანაირად მხოლოდ დადებითი და პლუსები აქვს ამ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი და შემთხვევით არ არის ის, რომ ჩვენ ხედავთ შემოტევას, ძალიან ბევრი სიბინძურე, ძალიან ბევრი ტყუილი ვრცელდება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. საზოგადოება ვფიქრობ ძალიან სწორად შეაფასებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის და ამ ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის. 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. არც ერთი არ აღიარებს ბრალს. 4 ოქტომბრის მოვლენებით რომ შევაფასოთ და ბრალს. აღიარება ვფიქრობ, რასაჭირო ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო, ხო? მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია მათი მხრიდან, რომ ისინი ახდენდნენ რევოლუციას, სახელმწიფო გადატრიალებას და ამ ყველაფრის შესრულებას დაიწყეს. უბრალოდ სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს ძალიან მყისიერად და უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შესაბამისი ოპერაცია და ამ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება. თქვენ გახსოვთ თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესები, რა განცხადებები გაკეთდა თავისუფლების მოედანზე კონკრეტული პირების მხრიდან და აღსრულებას დაიწყო. ხო, გახსოვს ეს როგორ მიდიოდა ყველაფერი და მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომ მათ იმოქმედეს კანონის შესაბამისად. თქვენს ყოფილ ადგილაზე მინდა გითხრათ ბატონო კახი, თუ გაქვთ ინფორმაცია ირაკლი ხმალაძემ დატოვა ნაციონალურ მოძრაობაში ის დაპირისპირება მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავმჯდომარეობის პოსტზე ბოგუჩავას შესვლის ლევან სანიკიძე, რომ შეაფასოთ. არ ვიცი, საერთოდ არ მაინტერესებს თუ რა გეგმები აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რა გადაწყვეტილებას იღებენ. არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს, ვინ იქნება, ვინ სად იქნება, როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ არიან მოღალატეები, ქვეყნის მტრები, იმართებიან გარედან და ყველა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება, გადადგმული ნაბიჯები არის მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი თქვი რომ ორი კითხვა მქონდა და დავასრულებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ხმალაძეზე გაქვთ ინფორმაცია შეიცვალა მიკერძოებული მიდგომების გამო. აი თქვენ მიკერძოებული მიდგომების გამო, ან კაია კალასის შეცვლას ითხოვს უკვე პირდაპირ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. ხო, აი დაველოდოთ, მე მგონი ყველა ხედავთ თუ რა პროცესები მიდის ევროპაში და ზოგადად სოფლიოში, ხო, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ყველანაირად გაკოტრებულია, ვისმენთ რა განცხადებები კეთდება, რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს და საქართველოსთან მიმართებით შემიძლია ვთქვათ, რომ არის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც თვეებია, წლებია გრძელდება და ის შიდა პროცესები რაც აქვთ, ხო, ევროპაში ეს ურთიერთ დამოკიდებულება, რომელიც უკვე სააშკაროზე არის გამოტანილი, აშკარად დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. და ვნახოთ, რა ვიცი, ვაკვირდებით თუ როგორ განვითარდება ევროპაში მოვლენები. ირაკლი ხმალაძე ბატონო კახი, თუ იცით დატოვა ქვეყანა, გქონდათ თუ არა მასთან კომუნიკაცია, მას შემდეგ რაც გადადგა თანამდებობიდან და სად არის თქვენ? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ირაკლი ხმალაძე დღეს არ არის დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში, შესაბამისად, არ ვიცი, მისი უფლება არ მქონია ახალი წლები მიულოცე მარტო და მისი უფლება საქართველოშია თუ არა არ გიკითხავთ. რატომ უნდა მეკითხა ადამიანი თავისუფალია, სადაც უნდა იქცავა და როგორც უნდა ისე
იმოქმედებს. ჩვენ ინფორმაციით მან დატოვა ქვეყანა. შეიძლება გაქვთ ინფორმაცია რომ წავიდა საქართველოს. ანუ არა მაქვს ინფორმაცია. კი ბატონო, ასევე მინდა გითხოთ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების დაკავებების სერიაზე, რომელიც ვიხილეთ ძალიან ბოლო პერიოდის განმავლობაში. გვაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს ამ საკითხზე? ეს ადამიანები ქართული ოცნების მოსვლის დღიდან იყვნენ ხელისუფლებაში. პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა მათ შორის ლილიაშვილს და ღარიბაშვილზე. საუბრობ, მას რა პოზიცია აქვს ამ დაკავებების სერიასთან დაკავშირებით? თქვენ თუ გისაუბრიათ ბოლო პერიოდში ივანიშვილთან ამ საკითხზე? მე ზოგადად გეტყვით დაკავშირებით ჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია, როდესაც შენ ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ, ხო? არის კონკრეტული ბრალდებები. ეს ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი რამ ხდება. სხვა დანარჩენი დაველოდოთ გამოძიებას. ივანიშვილი რას ფიქრობს ამაზე ბატონო? ბატონ ბიძინა შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა ამას. ბატონ ბიძინას ვერ ვნახულობთ ხოლმე რომ დაუსვათ კითხვები. თქვენ გქონდათ კომუნიკაცია მასთან? ეგ არ არის თქვენი საქმე, მე ვისთანა მაქვს კომუნიკაცია და როდისამ მაქვს კომუნიკაცია და როდესაც გექნება შესაძლებლობა შეხვედრის ბატონ ბიძინასთან შეგიძლიათ დაუსვათ. საპატიო თავმჯდომარეა ის ამ დაკავებებზე, იმ ადამიანების დაკავებებზე, ვინც მოიყვანა. არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ გესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილი. თქვენ როცა გექნებათ შესაძლებლობა, შეგიძლიათ მას დაუსვათ შეკითხვები. არ არის ეს თქვენი საქმე, როდის ვესაუბრები ადამიანებს, რაზე ვესაუბრები და ვის ვესაუბრები. ეს არამბლად არ არის. კითხავს ბატონო კახა თუ შეიძლება. რუსული ტანკერი შემოვიდა 2 დღის წინ ყულევის პორტში. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია ეს ტანკერი. მუდმივად იმეორებთ სანქციებს არ ვარღვევთო. როდესაც საქართველოს პორტში შემოდის ტანკერი, რომელსაც ძირითადად რუსული სანქცირებული ნავთობი გადააქვს. ამაში თქვენ საფრთხეს და პრობლემას რისკებს ქვეყნის. მე არ ვიცი თქვენ რაზე საუბრობთ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს აღნიშნულთან. ძალიან ბევრჯერ ხართ გამოჭერილი ტყუილში, თქვენ ხართ ცრუ ტელევიზია, რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში, შეყვანის მცდელობით, ამიტომ აღნიშნულ საკითხს არ ვიცნობ, არ მაქვს ინფორმაცია და თქვენს არც ერთ სიტყვის თქვენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა, იმიტომ რომ ხართ მათუარები. ყულევის პორტში ამ დრომდე. ვცდილობ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში და რა ვიცი, ამით იკუებით სიცრუით და ბოროტებით ხართ ძირითადად. აი რუკაზე შემიძლია გაჩვენოთ. საქართველოში, აი ყულევის პორტში ფოთი ალბათ ხედავთ. სერიოზულად ვისაუბრეთ, გააქვს შეკითხვები. სერიოზულად გეკითხებით. აი რა რუკებს მაჩვენება, რა ასე გითხარით, გაგეცით პასუხი. მეორადი სანქციების რისკის წინაშე არ აყენებთ. თქვენ არ ინერვიულოთ. ყულევი არის ის პორტი, რომელსაც საქართველოს მაღაზე, თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე, ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, ჩვენს ხალხსაც მივხედავთ, თქვენ ამ ქვეყანასაც საერთოდ არაფერი არ გესაქმებათ, ხართ ამ ქვეყნის მტრები, ყველა თქვენი რა ვიცი, ეს ტელევიზიით ნაჩვენების სიუჟეტები არის გაჯერებული ტყუილით, ბოროტებით, მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აი ეს ახართ თქვენ მოკლედ რო აგიხსნათ თქვენი კონკრეტული მათუარა ტელევიზია. და მას გადააქვს რომ ამილი ნავთობი. პასუხეთ უკვე გეყოფათ. ევროკავშირის ყოლში მადანაშაულებთ და გაჩვენებთ გადანაშაულებთ კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობ. არა, არანაირ ფაქტებზე არ საუბრობ. მე კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობ, სასამართლოც მოგიგეთ. თქვენ აგებთ პასუხს სასამართლოს რეჟიმში. კანხა არ გადაგიხდიათ. სამარცხვინოები ხართ, წააგეთ, გაგაფარჩაკეთ სასამართლოთი, აი ეს ახართ თქვენ. ევროკავშირი ცდილობს, რომ ამერიკიდან თანხები რაც შეჩერებულია, მაგალითად USAID-დან რაც ფინანსდებოდა, რომ ევროკავშირმა ჩაანაცვლოს და საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თუმცა თავად ევროკავშირში წავს ამას მოწინააღმდეგეები. მიზანი რა შეიძლება იყოს? არაფერი მიზანი ხო ვიცით, ჩვენ ეს თანხები რისთვის გამოიყენებოდა, ხო? გამოიყენებოდა კონკრეტულ ქვეყნებში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები. მათ შორის საქართველოს უამრავი თანხა შემოდიოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ ქვეყანაში და არაერთი მცდელობა გვახსოვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით. როდესაც აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობდით, ამ საფრთხეებზე საუბრობდით, გახსოვთ როგორ გვაკრიტიკებდნენ, ხო? თურმე როგორ გავბედეთ ჩვენ და დავიწყეთ ამაზე საუბარი. შემდეგ როდესაც პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, პირდაპირ საუბრა ამ ყველაფერზე, რომ ესეთი ორგანიზაციები როგორც იყო NED, როგორც იყო USAID, უზარმაზარ თანხებს გამოყოფდნენ და აფინანსებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას. აი ეს არის რეალობა. ჩვენ რა თქმა უნდა არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, ის დრო აღარ არის უკვე.
როგორც წლების წინ ეს გაუმჭვირვალე შავი ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა. Რა თქმა უნდა, იქნება კონტროლი, არსებობს კანონი, რომელიც მივიღეთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რომ პირველ რიგში ქვეყანაში დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ სიმშვიდე და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამერიკამ ასევე 66 ორგანიზაციასთან შეწყვიტა ურთიერთობა, მათ შორის საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, როგორც არის ვენეციის კომისია. რას ნიშნავს ეს? შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ რაღაცეები აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით, რადგან ამერიკამ 66-ია. ხო, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად რებრენდინგი არის გასაკეთებელი და გადახალისება არის საჭირო სხვადასხვა ორგანიზაციების, იმიტომ რომ იმ ფორმით, იმ შინაარსით, აი მაგალითად ეხლა ვენეციის კომისია, ხო, რაზეც თქვენ საუბრობთ, პოლიტიკური ორგანიზაციად იყო ქცეული, მათი განცხადებები, მათი ქმედებები, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით და რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო. ამიტომ არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება.